სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს ომბუდსმენი ახალქალაქში მომხდარ ფაქტზე ძალოვანი უწყებისგან რეაგირებას ითხოვს. უჩანანუაშვილის თქმით, მისი წარმომადგენელი დროებითი მოთავსების იზოლატორში არ შეუშვეს, რაც მისივე განმარტებით კანონდარღვევაა. სახალხო დამცველის აპარატის რწმუნებული ოჯახის მოთხოვნით ერთ-ერთ დაკავებულთან შეხვედრას აპირებდა. მარიამ ცარელაშვილმა მოისმინა ომბუდსმენის განცხადება და ისახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვართება. მარიამ, რატომ არ შეუშვეს სახალხო დამცველის რწმუნებული ახალქალაქის იზოლატორში? თამთა ამაზე პასუხი ჯერჯერობით არ არის, მანამდე სანამ კომენტარს არ გააკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა რაც შეეხება თავად ფაქტი მოხდა 11 ივლისს, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ოჯახის თხოვნით იყო ჩასული ახალქალაქში, სადაც უნდა დასწრებოდა ერთ-ერთი მოქალაქის მოწმით დაკითხვის პროცესს, თუმცა მას პოლიციაში განუცხადეს, რომ ეს მოქალაქე ადმინისტრაციული წესით უკვე დაკავებული იყო და გადაყვანილი ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორში. ეს ინფორმაცია კი აღმოჩნდა ტყუილი, როგორც უჩანანუაშვილმა განაცხადა, რწმუნებული ახალციხეში ჩასულ რწმუნებულს განუცხადეს, რომ დაკავებული მოქალაქე არა ახალციხეში, არამედ ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორში იყო. ამის შემდეგ რწმუნებულმა მოითხოვა იზოლატორში შეშვება, თუმცა პოლიციის განყოფილებაში მას არ მხოლოდ ამაზე უთხრეს უარი, არამედ როგორც უჩანანუაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ადგილობრივმა პოლიციამ მას შენობის დატოვებაც მოსთხოვა. ახალქო დამცველის რწმუნებული არბენ მარანგოზიანი გამოცხადა ადგილზე ახალქალაქის პოლიციის განყოფილებაში, სადაც შეხვდა ამავე განყოფილების უფროსის მოადგილეს თემურ სხიტრაძეს. პოლიციის უფროსის მოადგილის განმარტებით, აღნიშნული მოქალაქე იმ დროისთვის აღარ იმყოფებოდა ახალქალაქის პოლიციის განყოფილებაში, ვინაიდან იგი უკვე დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით და გადაყვანილი იქნა ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში. სახალხო დამცველის რწმუნებული დაბრუნდა ახალქალაქის პოლიციის განყოფილებაში და მოითხოვა შესაბამისი რწმუნების საფუძველზე დაეშვათ დროებითი მოთავსების იზოლატორში. აღნიშნულ მოთხოვნაზე პოლიციის მორიგე თანამშრომელმა არტუშ ჰარუთინიანმა განაცხადა უარი და სახალხო დამცველის რწმუნებულს მოსთხოვა დაეტოვებინა ტერიტორია, ვინაიდან მას არ მისცემდნენ საშუალებას მოენახულებინა დროებითი მოთავსების იზოლატორი. ეს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას, რომელსაც ითვალისწინებს წამის საწინააღმდეგო კონვენციის ფაკულტატიური ოქმი. რაც შეეხება დაკავებულ მოქალაქეს, უჩანანუაშვილის განცხადებით, მისი სასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და ის ამჟამად გათავისუფლებულია, თუმცა იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს დაუბრკოლებლად შეეძლოთ მოქალაქეების დახმარება და დაცვა, ამის გამო უჩანანუაშვილი პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს, რომ მოხდეს ამ ფაქტის 11 ივლისის ფაქტის გამოძიება და ასევე დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება პოლიციის პასუხისმგებელ პოლიციელს. თუ შევაჯამებ სახალხო დამცველის პრესკონფერენციას, გამოდის, რომ სამართალდამცავი უწყება, რომელმაც კანონი უნდა დაიცვას, თავად არღვევს კანონს. ჩვენ ვცდილობდით დაკავშირებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან და ამ დრომდე ველოდებით პასუხს კომენტართან დაკავშირებით. მადლობთ მარიამ ცარელაშვილმა გაგვაცნო სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული განცხადება.